20 წუთი მიმდინარეობს ამასობაში მატჩისა. 0-0 ჯერჯერობით მომენტების გარეშე ვართ. ერთი გუნდის კართან რაიმე ღირებული არ შექმნილა. ეს კარგი მოქმედება, ტაბატაძის დარტყმა შედგა კიდევ ერთი დარტყმა და გაიხსნა ანგარიში დღევანდელ დაპირისპირებაში იბერია გადის წინ. გიზო მამაგეიშვილის მორგი გოლი ჩვენს ჩემპიონატში. რიგით მეოთხე გოლი მამაგეიშვილისა. მე კიდევ ერთხელ განმეორდები რომ ამ ბიჭს იბერიაში დიდხანს არავინ გაარჩევს და კიდევ ერთხელ გაუტანა წინა მატჩის მსგავსად მამაგეიშვილმა კოლხეთს. მოისრაფიშვილი არა საკმაოდ კარგი ნიჭიერი ფეხბურთელები ყავს გუნდი დაკომპლექტებული ჩხდიას, თუმცა რაღაც თითქოს აკლია კოლხეთს. სიხარულიძე ტაბატაძემ დაიწყო მოძრაობა სისრაფეში. დიდი უპირატესობა აქვს იური ტაბატაძეს, რომელიც საჯარიმოშია, დარტყმა შედგა, თუმცა ბულისკერიამ გადაარჩინა აქ კოლხეთი მეორე გაშვებულ გოლს. წავა აუცილებლად გამწვევებაზე მეიტე მის პირისპირ ტაბატაძე წაიქცა ჯარიმა. თან ძალიან საერთოდაც პენალტი კი ბატონო საჯარიმოში ხდებოდა ეს ყოველივე და აქ მეიტეს ამ ქმედებას გამართლება არ აქვს. სულეიმან მეიტემ ითამაშა საშინლად, თუ დაჯარიმებას აპირებდა, მანამდე უნდა გაეკეთებინა ეს და არა საჯარიმოში. მიიღო გაფრთხილება, არანაირი გადამოწმება. სასტონის ხმა გავიგეთ, ტაბატაძის გამორბენი, დარტყმა კარის მიმართულებით და ბულისკერია მაუღო. ძალიან ცუდად დაარტყა ტაბატაძემ ეს პენალტი. ბულისკერია არ აყვა მის მოძრაობებს, დაელოდა. მოდის დაარტყამდა და შემდგომ გააკეთა რეაგირება. აბუაშვილი დარტყმა კარის მიმართულებით და რალამაზი გოლი გიორგი აბუაშვილის შესრულებით. შედევრი რომელიც შექმნა აი ამ მოთამაშემ. გიორგი აბუაშვილის მე-7 გოლი ჩვენს ჩემპიონატში. ის თანაბომბარდირი ხდება ჯალენ ბლესასთან და იური ტაბატაძესთან ერთად. კოლხეთი თამაში დაბრუნდა და ეს დააბრუნა და ეს გააკეთა გიორგი აბუაშვილმა. როგორ შემოატრიალა აქ და დაატრიალა ბურთი. კიდევ ერთი ჩაწოდება. დარტყმა კარის მიმართულებით და ანგარიში ხდება 2-1. ფოთის კოლხეთი გადის წინ, რა ეფექტური გოლები გააქვს დღეს კოლხეთს. ლადო ჩიხრაძე ამჯერად გატანილი გოლის ავტორი. ესეც ასე. კოლხეთმა პირველი გატანილი გოლის შემდგომ თითქოს მოიპოვა რაღაც სახის უპირატესობა და ეს უპირატესობა უკვე ორ გატანილ გოლში გარდაისახა. სადებიუტო გოლი ლადო ჩიხრაძისა ამ სეზონში. ხარიხა მიხსნა კოლხეთი გრძელდება შეტევა სილაგაძე კარგად მოქმედებს კიდევ ერთი ხარიხა მაგრამ ამჯერად ბურთი შევიდა კარში ლუკა სილაგაძე კორღალიძემ ცვლილება გამოიცნო დაბომბეს აქ იბერიელებმა კოლხეთის კარი და საბოლოოდ თუ პირველ ეპიზოდში ხარიხამ ხსნელად მოერვინა კოლხეთს მეორე ჯერზე უკვე იბერიას გაუწია დახმარება